ცირდება ეკონომიკურ შემოსავალთან, შეიძლება იყოს პროდუქტიულობის ზრდასთან და ასე შემდეგ. მოდი პირველ რიგში უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომელ რეგიონებში ოპერირებთ და რას აკეთებს ზოგადად თქვენი პროექტი. მოგესალმები ნინო, მივესალმები ჩვენ სხვა წამყვანებსაც და მივესალმები ზოგადად ჩვენს მაყურებელს. მოგილოცავ ამ ახალ ამპლუას და დარწმუნებული ვარ ისეთივე წარმატებული იქნები ჟურნალისტიკაში, როგორც ოფის მეურნეობაში ხარ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ და მიხარია რომ ამ ეთერში ხდება ეს, იმიტომ რომ ჩემი პირველი ეთერიც აქ იყო და აღნიშნავ რეგიონებს, სადაც ზრდა მუშაობს ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც დაიწყეთ პროექტი. ჩვენი რეგიონები, სამიზნე რეგიონები არის სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო ზემო სვანეთი და მოხარული ვარ რომ აღვნიშნო, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაგვემატა ახალი რეგიონი, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, ეს არის პანკისის ხეობა. შესაბამისად, ამ 4-ვე რეგიონში აუცილებელია რომ აღვნიშნო, 4-ვე რეგიონში მუშაობთ სამწუხაროდ შეზღუდულად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში და შესაბამისად კონკრეტულ თემებში. ანუ სულ ზრდა მუშაობს 70 თემში. სამწუხაროდ არა გვაქვს იმდენი რესურსი ფინანსურიც და ადამიანურიც, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სადაც ვართ, ყველა თემი მოვიცვათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაც შევძლებთ რაღაცა საინტერესო პროექტების გაკეთებას იმ რეგიონებში, სადაც ვართ და იმ თემებში. რაც შეეხება თვითონ აქტივობებს, სად ვართ ახლა, რა გავიარეთ და ამ ერთ წლის განმავლობაში რა შევძელით, მოკლედ ვიტყვი, რადგან შეზღუდული ვართ დროში. ძალიან კარგი პროგრამები დავიწყეთ სასათბურე მეურნეობების მშენებლობის კუთხით. დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც არის სასათბურე მეურნეობების მშენებლობა რეგიონებში, სუბსიდირებული პროექტია, ასევე ფერმერისგან თანამონაწილეობით. კი, ფერმერიც თანამონაწილეობს, ასე ვთქვათ, არა შეიძლება ფულით, მაგრამ მუშახელით ან თავისი კონსტრუქციით, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში სათბურის კონსტრუქციას თვითონ იღებს პასუხისმგებლობას ფერმერი, ხოლო დანარჩენს უკვე ჩვენ ვაძლევთ იმ პაკეტის მეშვეობით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. პაკეტში შედის სასათბურე მეურნეობის შესაფუთი მასალები, საირიგაციო სისტემების, ფერტიგაციის სისტემები, ტრენინგები, სადაც ჩვენი აგრონომები მინდორში მივლენ და ველში დაეხმარებიან თვითონ ფერმერებს, რომ როგორ უნდა აწარმოონ ესა თუ ის პროდუქტი მთლიანი ციკლის განმავლობაში და ასევე რაც თავია ყველაზე საინტერესო დაზღვევა, რომელსაც ასევე უსუბსიდირებთ ჩვენ ფერმერს, რომ აუცილებლად დააზღვიონ ის სათბური, რომელსაც ააშენებენ, რომ ყველანაირად რაც თავია, კი, მნიშვნელოვანია და სამინისტროსთანაც ვაპირებთ, რომ დაზღვევის კუთხით უფრო მეტი აქტივობები კამპანია, ესე ვთქვათ, გავაკეთოთ რეგიონებში, რომ დაზღვევით მეტმა ადამიანებმა ისარგებლონ დაზღვევით, რაც აუცილებელია, მე ვფიქრობ. ასევე სასათბურე მეურნეობების გარდა გამოცხადებული გვაქვს უკვე კონკურსი სადემონსტრაციო ბაღების შენებლობისთვის. სადემონსტრაციო ბაღები გაკეთდება მრავალწლიან კულტურებზე გვაქვს საუბარი. კი, არის მრავალწლიანი კულტურები. კულტურების შერჩევა დამოკიდებული იქნება თვითონ ფერმერზე. ჩვენ არ გვინდა შევზღუდოთ ფერმერი და ჩვენ უკან ნახოთ დავუშვათ რა კულტურა მოიყვანოს თავის სათბური იქნება და თუ ღია გრუნტზე თავისი მეურნეობა, სადემონსტრაციო მეურნეობა. შესაბამისად, თვითონ გააკეთებს ფერმერი არჩევანს, ჩვენ დავეხმარებით იმაში თუ როგორ უნდა მოიყვანოს ესა თუ ის კულტურა ამ სადემონსტრაციო ბაღში რა საშუალებები იხმაროს იმისთვის, რომ მოსავლიანობა გაზარდოს და მთლიანად მთელი ციკლის განმავლობაში ჩვენი აგრონომები მათ დაეხმარებიან, რომ გამართულად ამუშავონ თავიანთი ბაღები. ასევე არის უამრავი სატრენინგო პროგრამები მეფუტკრეობის დარგშიც, იმიტომ რომ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარგია დღესდღეობით და ცოტა ერთადერთი საშუალება მგონი ექსპორტზე პირველი ესე გავიდეთ. ხო, და ჩვენი ფოკუსი პრინციპში ამ კუთხით იქნება დედაფუტკრების წარმოება, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ამას დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს დედაფუტკრების ექსპორტს, როგორც ჩვენი ექსპერტები და უცხოელი ექსპერტებიც ამბობენ, რომ ქართული დედაფუტკარი ერთ-ერთი საუკეთესოა თურმე საერთაშორისო ბაზრებზე. ორი მით რო გითხრათ, რომ მიგანიშნოთ და მაყურებელს კონდეს წარმოდგენა, 20 ლარიღის ერთი დედაფუტკარი აქ ჩვენ ბაზარზე ადგილობრივზე და საერთაშორისო ბაზრებზე ევროპაში და სხვა ქვეყნებში 20 დოლარიდან ზევით იწყება. შესაბამისად, პოტენციალი დიდია და სამინისტროსთანაც გვინდა რომ ამ თემაზე პროცედურები რაღაცნაირად გამარტივდეს იმისთვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ექსპორტის უფრო ადვილად გაკეთება და შესაბამისად მათი შემოსავლებიც გაიზრდება ამ კუთხით. ასევე უკვე ჩატარდა ტრენინგები, სადაც დაახლოებით 100 თაფლის მწარმოებელი ესწრებოდა ამ ტრენინგებს. ჩვენი საერთაშორისო ექსპერტი იყო ჩამოსული და მან ჩაატარა ეს ტრენინგები რეგიონების მასშტაბებით. მეფუტკრეობის დარგში ძალიან კარგად თანამშრომლობთ კოოპერატივების სააგენტოსთან და
ის კოოპერატივები, რომლებიც უკვე არიან დარეგისტრირებული კოოპერატივებად და უკვე აქვთ რაღაცა გამოცდილება კოოპერატივების სააგენტოსთან მუშაობის, მათაც ჩვენ ვაპირებთ, რომ მათთან ერთად ვიმუშაოთ და ზოგადად მათ დავეხმაროთ სხვადასხვა აღჭურვილობაში, ეს იქნება დედაფუტკრის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ასევე ლაფეტები, რომლებიც სკებისთვის გადასატანად კრიტიკულია მათთვის დღეს. ქეთი, ეხლა უნდა კითხო, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მუშაობ ტურიზმის კუთხით. ჩვენთვის აგროტურიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფიქრობ და სოფლის მეურნეობას განვითარებას სწორედ ეს უწყობს ხელს. იქნებ მითხრათ აგროტურიზმის კუთხით თუ მუშაობთ და თქვა ტურიზმის კუთხით მუშაობა რას მოიცავს თავის მხრივ? კი, ზოგადად ტურიზმში ჩვენ აგროტურიზმსაც გულისხმობთ, იმიტომ რომ ჩვენი ესე ვთქვათ ორი მიმართულება აქვს პროექტს, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. რაღაცნაირად კავშირშიც არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან იმ აქტივობებში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველა რეგიონში, სადაც ვართ. ტურიზმის კუთხით ჩვენ გვაქვს ფოკუსირებული ესე ვთქვათ მიდგომა. ორი რეგიონია, სადაც მსხვილმასშტაბიანად ვართ, ასე ვთქვათ. ეს არის სამცხე-ჯავახეთი და ანაკლია სამეგრელოს მხარეს. ანუ სამცხე-ჯავახეთში ეხლა ამ ეტაპზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, სადაც კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან გაერთიანებული. ეხლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამოიკვეთოს პრიორიტეტები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამცხე-ჯავახეთი განვითარდეს როგორც ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილი. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, სულ ყველას გიმოგზაურეთ სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იცით იმ პოტენციალის შესახებ, რაც იქ არსებობს, იმიტომ რომ შენ ალბათ კი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობ იქ და დარწმუნებული ვარ, გეცოდინება, მაგრამ აბსოლუტურად ამოუწურავია იქ საშუალებები და შესაძლებლობები, რაც ხალხმა არ იცის და საინტერესო იქნება, რომ ტურისტებმა გაიცნონ და შესაბამისად გვინდა, რომ ჩვენი ფოკუსი იყოს სამცხე-ჯავახეთზე. მარტში გაიმართება სიმპოზიუმი, რომელსაც გეგმავთ და იქ აუცილებლად ვისაუბრებთ ყველა მოწვეულ ორგანიზაციებთან და დონორებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ეს პრიორიტეტები უკვე როგორ გადავიყვანოთ განხორციელებაში და ესე ვთქვათ, როგორ განვახორციელოთ ის იდეები და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც დარგს აქვს, უკვე როგორ განვახორციელოთ და ვინ დაუშვათ რა რესურსისთვის არის მზად დონორი იქნება თუ მთავრობა, რომ ეს უკვე გადავიდეთ იმპლემენტაციის პროცესს. რაც შეეხება ანაკლიას, ანაკლიაში იცით, რომ პორტის მშენებლობის გამო იქ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ანაკლის განვითარებასაც და აგრეთვე იცით, რომ ყოველ წელს იქ ტარდება მუსიკალური ფესტივალი ჯემფესტი. შესაბამისად, ზუსტად ესეც იყო ჩვენთვის, ესე ვთქვათ, ბიძგი იმისთვის, რომ იქ აქტიურად დაგვეწყო ტურიზმის კუთხით და აგროტურიზმის კუთხით მუშაობა. იცი შენც, რომ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ პარტნიორები ვიქნებით ამ კუთხითაც, ამ ანაკლიაში ჩვენი ფერმერებისთვის დახმარება რო შევძლოთ იმისთვის, რომ ფერმერებმა ისარგებლონ ზოგადად ამ ფესტივალით, იმისთვის, რომ მათი პროდუქცია გაიყიდოს იქ, ადმინისტრაციასთან, ზოგადად ფესტივალისთან, მენეჯმენტთან ვსაუბრობ და უკვე არაერთი შეხვედრა ჩატარდა მუნიციპალიტეტთან ერთად, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მთავრობაც მიესალმება ამ ჩვენ ინიციატივას, რაც მთავარია, მიზანი რა არის, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ანაკლიაში, რომ უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ ფესტივალს და ფესტივალის სტუმრებს, კონდეთ უფრო მაღალხარისხიანი სერვისი, უფრო მეტი სტუმარი დარჩეს იქ ადგილზე, მეტმა სტუმარმა იყიდოს ადგილობრივი პროდუქტი, ქართული პროდუქტი და ჩვენ ხაშან პრობლემები ყოველთვის ხო არის ეს პრობლემები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოგვარებადია ეს პრობლემები, თუ დროულად დავიწყებთ ამას ჩართოს და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, უკვე დაახლოებით 100-მდე სასტუმრომ გაიარა ტრენინგების კურსი, უკვე ისინი დავარეგისტრირეთ ჩვენ საერთაშორისო საიტებზე, როგორც არის Booking.com, Expedia, არის არბიები და უკვე გვაქვს რეზერვაციები, უკვე დაჯავშნილია რამდენიმე პატარა საოჯახო სასტუმრო, სადაც სტუმრებს შეეძლებათ ჩამოსვლა და უკვე ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასე რომ ამ კუთხით ძალიან ბევრ აქტივობას ვაპირებთ აგროტურიზმის, რაც შეეხება კონკრეტულად აგროტურიზმს, არის რამდენიმე დაუშვათ ადგილი, რამდენიმე აგროტურიზმში ჩართული, ესე ვთქვათ, ადამიანი, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა და გვაქვს გარკვეული იდეები, ეხლა კონკრეტულ იდეებს აქ რადგან დროში შეზღუდული ვართ, არ მოვყვები, მაგრამ იმისთვის, რომ მათი პროდუქტები განვითარდეს აგროტურიზმში, უფრო მეტი ფინანსური რესურსთანაც გქონდეთ წვდომა, ამაშიც გვინდა დავეხმაროთ და ზოგადად შევფუთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ მიმზიდველი იყოს ტურისტისთვის, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც მრავლად გვეყოლებიან ზაფხულში ფესტივალზე. ქეთი, ეხლა კიდე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ,
მოსახლეობა რეგიონებში იცნობს თქვენი პროექტის შესახებ და აქვს ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ ექსტენსიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ეს არის განათლების მიმართ ხელმისაწვდომობა. მაინტერესებს მუშაობთ თუ არა ექსტენსიის კუთხით, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა შეხებები და გადაკვეთის წერტილები თქვენ და ექსტენსიაში არსებობს. კი, ნამდვილად არსებობს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე ჩვენთვის. ჩვენ სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რის ფარგლებში ზუსტად ამაზე იქნება საუბარი, ანუ შეერჩეულია იმ რეგიონებში, რომლებშიც ზრდა არის, შეერჩეულია 13 საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი, სადაც არიან სადაც მუშაობენ დაუშვათ აგრონომები და სპეციალისტები, რომლებიც იქ ადგილზე არიან რეგიონებში. ამ ცენტრებში ჩვენი დახმარების ამ მემორანდუმის ფარგლებში გადაეცემათ აღჭურვილობა ლაბორატორიული, რითაც შეეძლებათ, რომ მინდორში გავიდნენ და ფერმერს დაეხმარონ ადგილზევე, გამოიკვლიონ ელემენტარული ტესტები ჩაატარონ, რომ დაუშვათ ფერმერმა მოახერხოს პრევენცია დაუშვათ დაავადებების და უამრავი ინფორმაცია გაიგოს, რაც შეიძლება მობილური ლაბორატორიის მეშვეობით რომ გაკეთდეს. ასევე იქნება პროგრამა გადამზადების ამ საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლების, იქნება ექსპერტთა დღე, რომელიც გვინდა რომ ჩამოაყალიბოთ თვეში, ორ თვეში ერთხელ ჩვენი ექსპერტები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ცოტანი გვყავს ქვეყანაში, ჩავიყვანოთ იქ და იქაურ ადამიანებთან ერთად, იქაურ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გაიარონ პრაქტიკული სამუშაოები, ფერმერებთან გავიდნენ ვიზიტებზე და იქ დაეხმარონ მინდორშივე, ურჩიონ კონსულტაციები ჩაატარონ იქვე მინდორში, იმიტომ რომ რეალურად პრაქტიკული გამოცდილებიდან უფრო იძენს ცოდნას, უფრო მალევე ითვისებს ფერმერი იმ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რაც არსებობს და აუცილებელია რომ გამოდის, რა თქმა უნდა, თვალი დანახული ჯობია. ძალიან შევიზღვიეთ, რომ ყველაფერი საინტერესო ყოველთვის და უამრავია სამწუხაროდ აუცილებლად კიდევ ერთხელ მოგიწევთ ჩვენთან ეთერში, უბრალოდ აი ბოლოს რომ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, სად შეიძლება რომ ეს ინფორმაცია მიიღონ გარდა იმისა, რომ თქვა ფერმერთა ასოციაციამ მზად არის ამ ინფორმაციის გავრცელებაში დაგეხმაროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეგიონალური ოფისები, ეს არის გორში, ზუგდიდში და მარნეულში. ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი, გვაქვს ასევე ვებ გვერდი, სადაც მუდმივად განახლებულია ინფორმაცია ჩვენი ტენდერების შესახებ, ყოველთვის იქ ცხადდება, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შევიდეს ამ ჩვენ ვებ გვერდზე და ასევე Facebook-ის გვერდზე და ნახოს ინფორმაცია, თუ დეტალები აინტერესებს, მე არის იქ მითითებული ცხელი ხაზი, სადაც ტელეფონის ნომრები, მისამართები ჩვენი ოფისები, სადაც ფერმერებს შეუძლიათ მივიდნენ უკვე, იქ უკვე დეტალური ინფორმაცია აიღონ და შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არავინ არ დარჩეს უპასუხოდ და ყველა მიიღოს სათანადო ინფორმაცია, რაც აინტერესებთ ზოგადად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, უფრო მეტ ინფორმაციას შემდეგ გამოშვების შესაძლოა ჩვენს რუბრიკებში მივაწვდით ჩვენს მაყურებელს. გიორგი, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ 2017 წელი ვფიქრობ, რომ საქმიანად უნდა დავიწყოს თითოეულმა ჩვენთაგანმა, განსაკუთრებით რეგიონ